აი ახლა ეგ როგორც ხედავთ, აი ესეთი რა ქვია, პლასტინა, ქართულად რა ქვია. ხო, ესეთი ლისტები დაუდე, ანუ სიმყარისთვისაც კარგი არის და ნუ მე როცა სვარკას ვიხმარ, უფრო კარი იქნება რა, იმიტომ რომ ქვემოდან კიდე დადუღებული იქნება, მოკლედ მყარად იქნება. აქაც ანალოგიურად თითო-თითო მივაპრიხვათ კი, ამაზე ზემოდან გადავა. აი ესე. მიაჯდება საკუთრებოდ. ასე. აჰა. აი ესე ზუსტად აი პირი-პირზე არის. აი აქ ახლა ამ პრიხვატკას ცოტას ავიღებ, რომ ეს მივიდეს კარგად და რა ვიცი თავის ადგილზე ზის. როგორ კაი. შენი სათვალებიც ანახე ხალხს. არა იყოს. აი ჩვენ. ხო, ეხლა რა შედუღების პრინციპს ახსნი, მოკლედ ისე არ უნდა გააკეთოთ, რომ ნუ მოკლედ ვინც გადაწყვეტს, რომ თავის ხელით გააკეთოს ესეთ რაღაც. მოკლედ აი ეს თითო-თითო პრიხვატკა რა, მოკლედ ისე უნდა გააკეთოთ, აი ჯვარედიზე დაახლოებით 1 აქ, 1 აქ, 1 აქ, 1 აქ და მოკლედ ესე უნდა ამოძაროთ. რატომ? იმიტომ რომ ერთ ადგილზე ახლა აქ რო გავყვე, მეტალი გახურებისას დეფორმირდება და თავისკენ ჭიმავს რა და ანუ ამით უკვე ზაზორები დაგორღვევა რა. შესაბამისად აქ ცოტას გავაკეთებ აქ და მოკლედ ესე უნდა შემოვუარო მთლიანად რა. ცხილიყო. მოკლედ ახლა ძალიან ცოტა გადავჭა, ძირითადად უკვე დავადუღეთ. აქე დავჭა ეს პატარა შოვი, აი აქედანაც ჩვენი გიურა კარგად არის ჩასვარკებული. სწორად, სახაზზე. აქეთ ესენი ჩადუღებული არის, აი ქვემო დავჭა ცოტა და აი ეს გადამის ადგილები და რა ვიცი, მე უკვე ავაშლიფოვკებთ ამებს. მოჩით უკვე შედუღებას, გიო მოდი. ჩაკერილი არის აქაც. ასე ქვემოთაც აქაც შავაკერეთ ესე. და ეხლა მივხუროთ კარები და რავი ზაზორით ვნახოთ რა, როგორი ხო იგივე დარჩა, ხო არ შეიცვალა რა. მოდის. საკაიფო ზაზორი. ეხლა ამას ავაშლიფოვკებთ, მერე დავშპაკლავთ და დავგუნკავთ და შევგავმზადეთ შესაღებად რა. ეხლა უკვე მივაყენოთ საბურავი და გადავიდეთ უკვე სამალეარო საქმეზე. რატომ ბაზრობ? აქ იმიტომ ბაზრობ, რომ იქ არის. Не разумение.
მოკლედ ახლა გარეთ უკვე ღამდება, თან ცუდი ამინდიც არის, ქარი ამოვარდა, შემოვაგორებ ჩვენთან გარაჟში და უკვე დავიწყებთ ნაშპაკლის დამუშავებას რა. წავედით. ეხლა უკვე უნდა ვიხმაროთ ფინიშის შპაკლი, ანუ ბოლო ფენის, თეთრი. ეს ერთი ფენა უკვე წავუსვით და ეხლა ფინიშის შპაკლსაც გადავუსვით. რაში ბიძო? ზეკოშიც. აი შემოწმე. ეხლა ხანს დაგვირეკა ჩვენმა გამომწერმა და გითხრა რომ ანუ კაპოტის შეღებაც უნდა რა. ამ კაპოტის გამოცვლას აპირებდა ძალიან მცირე დაზიანება და ნუ იფიქრე რომ ვითომ შეცვლიდა და იგივე ფერს დააყენებდა, ნუ მაგრამ ეხლა შეცვალა ესე ვთქვათ გეგმები ამანქანასთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა შევღებოთ. ეხლა უნდა დავამუშავოთ, დავშალოთ ეს დეტალები რაც არის და დავიწყოთ ამის დაშლებას და მე დაგვიტვა რა. დავედით. მოკლედ უკვე გვიანი არის დღეს მანქანა მთლიანად დაშპაკლული და დაშკურკული არის ხვალ უკვე გავაგრძელებთ დაგრუნტვას და შეღებას ხვალამდე მოკლედ ახლა გადავდივართ უკვე დაგრუნტვაზე რაც არის ეს ადგილები მთლიანად დაგრუნტავ და მე უკვე დავიწყებ შკურკას Many hours later. So, უკვე დაგრუნტულია და გადაშკურკული არის ეს ყველა დეტალი, რაც უნდა შეიღებოს და ეხლა გადავრეცხავთ ერთს, შევაგორებთ გარაჟში და უკვე დავიწყებთ შეღებას. ხო, რაც შეეხება ამ ჩაკერებულ ადგილს, რავი, გიო, მოდი აქედან აჩვენე, ძალიან კარგად არის აი ეს გამოსული. ანუ ზუსტად ზაზორში ზი, სადაც უნდა იყოს, ანუ არაფერი რაღაცა ცდომილება არ არის. Patronit unახა შენი გამომწერი, დაწუნებული ვარ, მასაც მოეწონება. Коктейли სექსი პლაჟზე გინდა? სიამოვნებით. ჩამოასხა. ხო, კიდე რა მინდოდა მეთქვა რა. მოდი გიო თანაჩვენე. გარაჟში ახლა გათბობად შემოვიტანეთ, ანუ ჩართულია რომ პატარა დათბეს რა და რატო? ზანთარში საერთოდ რა, მქონდა ესეთი შემთხვევა და ზოგადად ეგრე არის რა, როცა ღებავ და ლაქს ასხავ, ხო? ანუ სიცივე როცა არის, ხო? ნუ არ ჩერდება ლაქი ზედაპირზე და მე როგორ იღვენთება და ჩამოდის დაბლა რა. ხო და მქონდა ესეთი შემთხვევა ჩვენ ზამთარში, მოკლედ შევღებეთ 1 გრადუსი იყო, ღამე იყო და მოკლედ არ გაჩერდა ლაქის აღებაზე და მოკლედ ანუ ესეთი შემთხვევა რომ თავიდან ავირიდოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ შემოგვეტანა ცოტა დავათბოთ გარაჟი და მოკლედ რო აღარ ჩამოიყვენდოს რა და წყალში არ გადაგვიყაროს ნაშრომი.
შევაზავეთ უკვე 300 გრამი ლაქი 150 გრამ კატალიზატორში. მოვჭით ლაქის დასმას, უკვე საკმაოდ გვიანი არის და საბოლოო შედეგს ხვალ ერთად ვნახავთ. ასე რომ ხვალამდე. The next day. ესე შემდეგი დღე მეგობრებო, მოკლედ მანქანა უკვე ბოლომდე მშრალი არის, მაგრამ გაგეცინება და მე პატრონი მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანუ ის დეტალები, კარებები და ეს წინა კრილოები, რომელიც შეუღებავი იყო, ესეც შეეღება. ანუ გამოდის ჯამში რომ თითქმის თლიანი მანქანა იღებება. ასე რომ უკვე მოგვიტანა კარებები, ეს კარები არის, რომელიც ცოტა დასამუშავებელი არის. ეს დაყენდება აქ, მოხსნილი გვაქვს წინ წავიდე საქმე. იგივე რა ქვია, წინა კარები მეორე მხარეს ისიც ანალოგიურად მოგვიტანა და ისიც დასამუშავებელია. ასევე ეს უკანა კარები უნდა დავამუშავოთ, აი პატარა ჟანგები აქვს, ამ ჟანგებს ამოყრი, რა ჩვენი ახალგიო. ამ ჟანგებს ამოყრი, ეს დაიშლება თავიდან ბოლომდე და ეხლა ეს ცალი მხარე უკვე ანუ დაშლილი გვაქვს წინ წავიდე საქმე, მაგრამ თქვენ მაინც განახებთ თუ როგორ იხსნება იქით ამ მხარეს კარები, სახელურები და ნუ რაღაც წვრილმანი დეტალები რა. ეხლა გავიყვანოთ მანქანა და კარებების გადაწყობა დავიწყოთ. მოდი გიო კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ეს კარებები რატო იცვლება. არის საერთოდ გამოწვალი არის. ისა მეორე კარებიც ესეთი არის. ბილი არის. და მოკლედ გადაწყვიტა, შეეცვალა ეს კარებები, ეს ორი კარები გვაქვს, ერთი იქ არის. ეხლა ამ მარცხენა კარებსაც მოხსნით, გადავაწყოთ და ამ პროცესს უფრო დეტალურად გაჩვენებთ, როგორ იხსნება და როგორ იშლება. მოკლედ ეხლა ეს კარები რომ მოხსნათ, აი ეს პრაუტკა, რომელიც მოდის, იქით ამ მხარეს, სადღაც აქ არის შტეკერი ჩაერთებული და სავარაუდოდ ამ მხარესაც იგივენაირად იქნება. ამიტომ დავშალოთ ეხლა ეს პლასტმასები. კი ბატონო, ჩვენ ამ შემთხვევაშიც აქ არის. მაგრამ ჯობია ესეც მოიხსნას აქეთ ამ მხარე, იმიტომ რომ ეს დავინახავთ უფრო სად გადის. აი ხლა ეს ამ პლასტმასის მოსახსნელად, აი იქ არის ესეთი პატარა შტირი, ამას ამოვაგდებთ და აი იქ არის შიგნით ერთი შურუპი. აი სამი წვერი არის შტეკერი ჩასახსნელი, ლურჯი შავი და ეს არის ყვითელი აირბაგის. ჩავხსნათ ესენი. ანუ ეს კარები რომ მოხსნათ, ანუ ამისათვის ეხლა ეს პრაუტკა უკვე ჩახსნილი გვაქვს. აი მოხსნათ, აი ეს 13-იანი გალოკი, 13-იან ბოლტზე არის. ერთი, მეორე ეს არის და კიდე აი ესენია შეშტიგრანები. ეს კარებიც წამოვიდა. ეხლა უკვე უნდა დავშალოთ შიდა პანელი. აი ეს კანტიც უნდა მოხსნათ. სახელური სარკე და კიდე აი ეს კანტი. ამ პანელის მოსახსნელად ეხლა დაგჭირდება აი ეს რომ ამოვაგდოთ. T25 და ასევე უნდა მოხსნათ აი ეს სახელური.
და აქაც არის იგივე, აქაც და აქაც. ეხლა უკვე ესენი მოშვებული არის. მოხსნათ აი ეს დინამიკიც. ეხლა ჩავხსნათ აი ეს ტროსი. და აქაც ეშტეკერები. A few moments later. კარებები უკვე მივაყენეთ, მარცხენა და მარჯვენა მხარეს, შევამოწოთ ყველაფერი მუშაობს, თავის ადგილზეა. ეხლა, ხო, მოხსნათ აი ეს სახელური. ამ სახელურის მოსახსნელად გჭირდება აი ეს პლასტმასი მოხსნათ, მაგრამ ჯერ მოხსნათ აი ეს რეზინა. გვიშლის ხელს. ხო, ეს პლასტმასი ამოვიღოთ მოხსნათ. გვიშლის ჯერჯერობით ხელს. აი აქ არის შიგნით აი ესეთი T20 шестигранники და უნდა დავატრიალოთ. ესე მოვატრიალეთ, შურუპი ბოლომდე არ გამოვა და აი წამოვა ეკეთა ეს კარების აი ეს ნაწილი. აი ეს არის ის შურუპი, რომელსაც ვატრიალებ და ეს არეგულირებს კეტოს შემდგომში ამას. ახლა ეს წამოვა ესეც. სულ ეს არის. ავიღოთ ეს რეზინებით. სულ უკვე დაშლილი არის, მანქანა ახლა უკვე გადავიდეთ დამუშავებაზე. ეს კარებები უნდა დავშკურყოთ, უკანა ბამპერი, პაროგები და სარკეები. დავიწყეთ. მოკლედ, ახლა შკურყის ეტაპზე გადავდივართ, იმდენჯერ გვაქვს თქვენთვის ნაჩვენები და ახსნები კიდევაც. სავარაუდოდ ტაიმლეპსზე იქნება, ან პატარ-პატარა ნაწყვეტებს გაჩვენებთ რა. Many hours later. ეხლა შევაზავებთ გრუნტს და დავგრუნტავთ უკანა ბამპერს და იმ ადგილებს, სადაც შპაკლი აქვს წასული. მოკლედ მეგობრებო, ეხლა შეზავებული გვაქვს აღებავი. დღეს შევღებავთ აი მოხსნილ დეტალებს და ხვალ უკვე თვითონ მანქანაზე კარებებს და კრილოს შევღებავთ და რო იქნება და ეგ რა. მოკლედ ახლა შევაზავეთ ლაკი და პირველ ფენას გადავატარეთ და მე მეორე ფენას უფრო დაკვირვებით გავყვებით. The next day. აი რა შვებით აბა ეხლა ვიზ. ეხლა უკვე აჩვენე ხალხს შეფუთული არის მანქანა, უკვე დანარჩენი ეს დეტალებიც უკვე უნდა შევღებოთ. ჩვენ არ გვჩვენებია ხო, გუშინ უნდა შევღებეთ ბამპერი და დეტალები. წამოვაჩვენოთ, თუ ერთად ვაჩვენოთ. მე ესეც შეიძლება. კაი, მე ვაჩვენო. შენი მოჯი.
დავიწყოთ ახლა უკვე საღებავის დასხმა. ეხლა უკვე გადავდივართ ლაქის დასხმაზე. პირველ ფენად ლაქს დავასხავთ სტანდარტულად. ეხლა უკვე ვასხავთ მეორე ფენა ლაქს. მოკლედ ახლა უკვე მორჩით, ველოდებით რომ გაშრეს და საბოლოო შედეგს ხვალ განახებთ. ასევე ხვალ განახებთ იმ ბამპერს და იმ დანარჩენ დეტალებს, რაც გუშინ შევღებე და ხვალვე უკვე თუ ისე დონეზე იყო შალი, რომ მისი აწყობა შეიძლება რაღაცა, ხვალვე ავაწყოთ მანქანას. ასე რომ ხვალამდე. ესე შემდეგ იდღე მეგობრებო, შალი არის უკვე ბოლომდე მანქანა. ეხლა მოხსნათ შეფუთვა, მანქანა გამოვიყვანოთ, მზეზე დეტალურად გაჩვენებთ, თუ როგორი გამოვიდა, რა გავაკეთეთ და მოკლედ გავიაროთ სათვალე. დავიწყოთ ახლა უკვე აწყობა. აი ესე ჩვენი ახალი შეღებილი ბამპერი, მზეზე როგორ ბზინავს. ეხლა წავიდეთ მივაყენოთ.
მოკლედ გარანტ შემოვყვანეთ მანქანა, გარეთ კარი არის. თან მოკლედ ჩაწერისას ხელს გვიშლის, ხარისხმა, ვერ გაიგონებ ჩვენ საუბარს მიკროფონში და ეხლა დავაყენოთ რა გვაქვს აწყობილი, პრინციპში ყველაფერი აწყობილი გვაქვს, ერთადერთი დავჩა წინა ბამპერი, ბამპერი ასბორილი არის და აი ეს შიდა აბიუკები დავჩა უკვე მისაყენებელი და შო ეგ იქნება რა, ჩავახუტებთ უკვე პატრონის მანქანას, ხვალ მოვა შუადღით, ესე გითხრა, ყოველ შემთხვევაში და წაიყვანს მანქანას. Შო, მოკლედ მანქანა უკვე აწყობილია ბოლომდე. ერთადერთი რაც დაგვრჩა არის ეს საწურები დასაყენებელი არის, ორმაგის კოჩიც გვაქვს. მაგას ხვალე გადავაძროთ, დავაწევებთ. ეხლა მაგარი დაღლილები ვართ და მოკლედ რავი, ხვალამდე. კიდევ ერთი გაზიპინებული 203. მაყოფილი არის, უბრალოდ არ მოისურვა კამერაში გამოჩენა. და რა ვიცი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ და თუ მოგეწონათ ჩვენი შესრულებული სამუშაო, ლაიქები და რა ვიცი, დაგვიწერეთ კომენტარებში.